ჩვენთვის როგორც ცნობილია შინდისის გმირთა მემორიალთან პატივის მისაგებად ქართული ოცნების წარმომადგენლები და ლიდერები დაახლოებით 1 საათში ჩამოვლენ. აქ უკვე თავს იყრიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დილიდან გმირთა მემორიალთან არიან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები. ყველა დღეს შინდისის ბრძოლას და გმირების თავდადებას იხსენებს. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ამ დღემ კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს ბოროტება, რუსეთის ბოროტების მასშტაბი და შეგვახსენოს ის თავდადება, რომელიც აჩვენეს ქართველმა ჯარისკაცებმა, რომელთა ბრძოლამ მისცა შესაძლებლობა ქვეყანას, რომ სახელმწიფოებრიობა შეენარჩუნებინა. შინდისის გმირების თავდადება არის ის წმინდა მარადიული ბაირაღი, რომელიც ქართულ ხალხს თავისუფლებისკენ მიუძღვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მოვალეობა დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე, წინაპრების საფლავებთან, ჩვენს სიწმინდეებთან. ეს არის მოვალეობა გმირებისთვის, ეს არის მოვალეობა ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ბიჭების გმირობა მოგცა შესაძლებლობა ავისრულოთ ყველაზე დიდი ნატურა ჩვენ ქვეყანაში და ვიცხოვროთ გაერთიანებულ საქართველოში და ეს დღე მალე დადგება. ყოველ დღე უნდა ვიხსენებდეთ იმ თითოეული გმირის სახელსა და გვარს, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას შესწირა თავი და არა მხოლოდ წარსულ წლებში, დღესაც ვინც წირავს ყოველ დღე საკუთარ ჯანმრთელობას, საკუთარ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას, ეს ადამიანები უნდა გვახსოვდეს, უნდა ვაფასებდეთ და კიდევ ერთხელ ვიაზრებდეთ, რომ ოკუპაცია გრძელდება, მტერი არის იმაზე ახლოს, ვიდრე ჩვენ ეს ზოგიერთ გონია და ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობა არის საბოლოოდ მოსაპოვებელი და მის გაწევრიანება ევროპულ ოჯახში იქნება საბოლოო მიზანი, რასაც ეს გმირები ისურვებდნენ. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ სოფელ შინდისში ჯერ საქართველოს ლიდერები და თანაგუნდელები, აქ არიან ვეტერანები, გენერლები, რომლებიც ამ წუთებში აკეთებენ საერთო განცხადებას დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. მოვუსმინოთ ვახტანგ კაპანაძე. მოგესალმებით. ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ჩვენი გმირები, რომელთაც ყოველ აგვისტოს გლოვობთ, დაიღუპნენ საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში. ქართული ოცნება გვეუბნება, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟირო დანაყოფის მებრძოლები, შინდისის გმირები და სხვა გმირები, რომლებიც დაეცნენ ამ ბრძოლაში, შეეწინნენ შესწომას. ჩვენ ჯერ საქართველოს წევრი ვეტერანები, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა ძალოვანი უწყებების და ბევრი მათგანი, ვინც ჩემს უკან დგას, მონაწილე არის უშუალოდ ამ ბრძოლების. ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქართული მებრძოლების გმირობის მიგვაჩნია არასწორად. ჩვენ სიმართლით ვიბრძოლებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმაზე, რომ თუ ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა. რუსეთი არის ოკუპანტი. ქართველი გმირები დაეცნენ იმ მიწისთვის ბრძოლაში, სადაც ჩვენი მამა-პაპათა კუფოს ფიცარია. დიდება ქართულ ჯარს, დიდება გმირებს, დიდება საქართველოს. მადლობა, თქვენ უსმენთ ვახტანგ კაპანაძეს, ჯერ საქართველოს წევრს და ზოგადად როცა დღევანდელ დღეს იხსენებენ, ამ თემაზე საუბრობენ აგვისტოს მძიმე დღეებში, ფაქტობრივად შეუძლებელია გვერდის ავლა იმ ვითარებისა, რომელიც ახლა პოლიტიკურად არის ქვეყანაში, გამომდინარე იმ განცხადებებისა, რომელსაც სახელმწიფო პარტია აკეთებს ომთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ქართული ოცნება, მისი ლიდერი ირაკლი კობახიძე, ქართულ მხარეს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, 2008 წლის აგრესიაში და ამას მალავს, ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ დაიწყო ომი რუსეთთან, მისი მტკიცებით საკუთარ ტერიტორიაზე. ქართული ოცნების ლიდერებთან ბუნებრივია ამ თემაზე ჩვენ დღეს დავსვამთ კითხვებს, როცა ისინი ჩამოვლენ სოფელ შინდისში და ასევე როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, შინდისის გმირთა მემორიალს ყვავილებით შეამკობენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.